ოკუპირებული უკრაინული ყირიმი ნამდვილი ბლოკადის ქვეშ აღმოჩნდა. ამ ღამით საწვამზიდებმა ვერ შეძლეს ნახევარკუნძულზე საწვავის შეტანა. რის გამოც ახლა ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ყიდვა ვერც ტალონებით ხდება, რადგან ბენზინი უბრალოდ აღარ არის. და ამ ღამით ექსპერტების პროგნოზები რეალობად იქცა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ივნისის ღამეს დარტყმები მიაყენეს 4 ხიდს, რომლებიც ხერსონის რეგიონს ყირიმთან აკავშირებს, რითაც სრულად გადაჭრეს ლოგისტიკა ყირიმში. საერთოდ კი უკვე მეორე კვირაა, ანექსირებული ყირიმი და სევასტოპოლი მწვავე ბენზინის კრიზისს განიცდიან, რომელიც გამოწვეულია უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებით სატრანსპორტო დერეფანზე ნახევარკუნძულსა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეს შორის. ხალხს უწევს რიგში დგომა ღამითაც კი, იმ იმედით, რომ საწვავს მიიღებენ, ან ელოდებიან სპეციალური QR კოდების გაცემის მომენტს, რომლებიც 20 ლიტრ საწვავს აძლევს კვირაში ერთხელ. და ამ QR კოდებს წამებში იტაცებენ. მაგრამ ამ ღამით არც ეს QR კოდები და არც სპეციალური ტალონები არ ეკო. და ოკუპაციურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ არც იქნება. და აი უკვე მაღაზიების თაროები, სხვათა შორის ყირიმშიც, თვალწინ იწყებს დაცარიელებას. ამასობაში მოსკოვში ვლადიმირ პუტინი იმდენად შეეშინდა უკრაინული დრონების თავდასხმებს, რომ თავისი მმართველობის განმავლობაში პირველად, ანუ 26 წლის განმავლობაში გააუქმა კონცერტი წითელ მოედანზე. რუსეთის დრის აღსანიშნავად, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება. რუსეთის დრის აღნიშვნა არ იქნება, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა რუსებს ამისნება არ მისცეს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მაშასე უკრაინის თავდაცვის ძალებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს ყირიმის ბლოკადაში მოქცევა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ივნისის ღამეს დარტყმები მიაყენეს 4 ხიდს, რომლებიც ხერსონის რეგიონს ყირიმთან აკავშირებს. რუსეთის მიერ დანიშნულმა ეგრეთ წოდებულ ოკუპირებული ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა შემდეგი ციტატა. წინასწარი ინფორმაციით ხიდებზე დაზიანებებია. დარტყმის შედეგად დაზიანდა გადასასვლელები ჩრდილოეთ ყირიმის არხზე, პრეობრაჟენკასა და მირნოეს რაიონში, საავტომობილო ხიდი პერეკოპ-არმიანსკის მიმართულებით, ასევე ხიდი დასახლება სტაუკის მიმდებარედ. და ის სალდოს ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილზე 45 უკრაინული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. გავიმეორებ, რომ წინა დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარქვეს გადასასვლელს, რომელიც გენიჩესკს არაბატის ისართან ყირიმში აკავშირებს. ხოლო 9 ივნისს უკრაინის არმიამ ჩენგარის ხიდს შეუტია, რის შემდეგაც მასზე მოძრაობა შეჩერდა. 2 დღით ადრე ეს ხიდიც უკრაინული თავდასხმის ობიექტი გახდა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აშკარად ცდილობენ მთლიანად გაანადგურონ ყირიმთან დაკავშირებული ლოგისტიკა. მაისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს დარტყმები რუსეთის ლოგისტიკაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინის სამხრეთში. და თვის ბოლოსთვის უკრაინულმა უპილოტოებმა ფაქტობრივად აიღეს კონტროლი გზაზე R-280, რომელსაც დაუბანელი რუსები ნოვოროსიას ეძახიან. ეს სწორედ ის სახმელეთო დერეფანია ყირიმში, რომელიც იწყება როსტოვ-დონიდან, გადის მარიუპოლსა და მელიტოპოლზე და შემდეგ უკვე ყირიმში მიდის. ოფიციალურად მაისის 4 კვირის განმავლობაში მაგისტრალზე დაახლოებით 125 სამხედრო სატვირთო მანქანა დაზიანდა. ეს არის ოფიციალური მონაცემები. და ამ ფონზე ყირიმში დაიწყო ნამდვილი საწვავის კრიზისი. რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ შემოიღო ბენზინის გაყიდვის ლიმიტი. ერთ ადამიანს კვირაში არაუმეტეს 20 ლიტრისა. ასევე შემოიღეს ტალონების სისტემა, თუმცა მდგომარეობა კვლავ უარესდებოდა. 6 ივნისიდან სევასტოპოლში ცდილობენ დანერგონ QR კოდების სისტემა ავტომობილების საწვავით გასამართად. ამისთვის სპეციალურ ბოტში, მესენჯერში მაქს, უნდა გენერირდეს კოდი ღამის განმავლობაში. თან ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს საღამოს 10 საათის შემდეგ. მიუთითოთ თქვენი ავტომობილის სახელმწიფო ნომერი და საწვავის ტიპი. და უბრალოდ უნდა დაელოდო. დაელოდო, რომ შეიძლება გაგიმართლოს და ოკუპანტები მოგცემენ QR კოდს კვირაში 20 ლიტრი ბენზინისთვის. შედეგად ესეთი QR კოდები წამებში ქრება. ყველაფერი ეს ღამის განმავლობაში ხდება. მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სიტუაცია გამოესწორებინათ. თითქოს არ ეგების, რომ ასეთი დეფიციტი იყოს. 11 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპაციურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახლა ბენზინი სამოქალაქო პირებისთვის აღარ არის. თუნდაც ტალონით და QR კოდით. საერთოდ აღარ არის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბენზინი საერთოდ აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. მოსკოვის მიერ დანიშნულმა ეგრეთ წოდებული ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვაჟაევმა განაცხადა, რომ ახალი პარტია QR კოდებისა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ბენზინის ჩასხმის უფლებას აძლევდა, აღარ გაიცემა. მიზეზად მან მიწოდებების ჩაშლა დაასახელა. ბენზინზიდი მანქანები ქალაქში წუხელ ვერ შევიდნენ. როგორც რაზვაჟაევმა განაცხადა, ციტატა: აზრი არ აქვს რიგში დგომას ბენზინგასამართ სადგურებზე. ბენზინი არ არის. დღეს 11 ივნისს სევასტოპოლში ბენზინს გასცემდნენ მხოლოდ კომუნალურ სამსახურებსებს, სასწრაფო დახმარებას, ძალოვან სტრუქტურებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. თუმცა BBC დღეს წერს, რომ უკვე ავტობუსებიც კი აღარ დადიან ყირიმში, რადგან ბენზინი მათთვისაც აღარ არის. არის მხოლოდ ძალოვანებისთვის, სამხედროებისთვის, კომუნალური სამსახურებისთვის და სასწრაფოსთვის. სულ ესაა. ანექსირებულ ყირიმში საწვავის კრიზისი, რომელიც უკვე მეორე კვირაა გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყირიმის ბლოკადის გაძლიერების ფონზე თანდათან მძაფრდება და უკვე მხოლოდ ავტომობილების მფლობელებს აღარ ეხება, როგორც ამბობენ. კრიზისის ფონზე ნახევარკუნძულის მცხოვრებლებმა დაიწყეს ხანგრძლივი შენახვის პროდუქტების შეძენა. უკვე გავრცელდა ინფორმაცია შაქრის, ციციბურას, მაკარონის, მარილისა და მცენარეული ზეთის დეფიციტის შესახებ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დათვლებით, ხაზგასმით აღნიშნავ, რუსულ მედიის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე არანაკლებ 25 რუსული რეგიონი შეეჯახა ბენზინის დეფიციტსა და მიწოდების შეფერხებებს. ხაზგასმით აღნიშნავ, რუსული. ეს არ არის ოკუპირებული ტერიტორიები. 25 რეგიონი. გარდა ამისა, ბენზინი პრაქტიკულად არ არის ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. ყირიმში, სევასტოპოლში, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსკის, ხერპოროჟიეს ოლქებში ყველგან პრობლემებია. და ყველაზე სასაცილო ამ სიტუაციაში ის არის, რომ რუსეთში, რომელსაც ტყუილად არ ეძახდნენ ბენზინგასამართ სადგურს, ბენზინის საბითუმო ფასები წლის დასაწყისიდან უკვე 40%-ით გაიზარდა. ანუ ქვეყანაში, რომელსაც ბენზინგასამართ სადგურს ეძახდნენ, ბენზინი დეფიციტად იქცევა. და კრიზისის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე. ბლუმბერგის მონაცემებით 2026 წლის იანვრიდან მაისამდე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები 38-ჯერ დაექვემდებარა თავდასხმებს. მათგან 16 მაისში მოხდა. ეს ომის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვა წლის დასაწყისიდან 14%-ით შემცირდა და დაახლოებით 20%-ით დაბალია ომამდე არსებულ დონესთან შედარებით. ახლა კი ლოგისტიკაც დარტყმის ქვეშაა. ანუ თუნდაც რომელიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში აწარმოებდეს ბენზინს, ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ ბენზინგამზიდი მანქანა მიაღწევს ბენზინგასამართ სადგურს და ეს ბენზინი მიუვა დაუბანელ რუსებს. ყირიმმა ეს უკვე სრულად გაიგო. და აი ვლადიმირ პუტინი, როგორც ჩანს, იმდენად შეშინებულია, რომ პირველად თავისი უსარგებლო მმართველობის განმავლობაში მოსკოვში გააუქმა კონცერტი წითელ მოედანზე, რუსეთის დღის აღსანიშნავად, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება. რუსეთის დღეა, მაგრამ ეს დღე დაჩრდილულია იმით, რომ კონცერტიც კი არ იქნება. ამბობს, გვეშინია, იქნებ უპილოტო თავზე ჩამოვარდეს. კონცერტი არ იქნება. და ვლადიმირ პუტინი დრონების შეეშინდა და უგზავნა, რომ ეს კონცერტი მოედანზე არ ჩაეტარებინათ. პრინციპში სწორადაც მოიქცა. იმიტომ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ მიუციათ ნებართვა გაველურებული რუსებისთვის, რომ რამე ეზეიმათ წითელ მოედანზე. აქ დროებით წერტილებს ვსვამ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი გამოშვება. დალაიქეთ და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი და დასკვნები. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.